ჩვენ უფრო მეტი ბრალი მიგვიწვის ამაში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ჩვენ ვიყავით პასუხისმგებლები, აი ეს რო არ მომხდარიყო რა, ჯერ თბილისის ომი და შემდეგ ვერს მიუძღვის იმ ხალხსაც ვინც ესე იგი ვინც აამხედრა აფხაზეთს არა აამხედრა სხვა არის ხა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი თავის ქვეყნისთვის რომ მუშაობს ის აამხედრებს შენ არ უნდა დაუშვა რომ არ უნდა წამოეგო პროვოკაციას ჩვენ იმ სიტუაციაში ვიყავით მაშინ გია ხო გახსოვს ეგ დრო როგორ არ მახსოვს დაინგრა უზარმაზარი იმპერია მარტო ჩვენთან არ მოხდა ყარაბახი შუა აზიაში იყო საშინელი ამბები ბევრგან იყო ეგ რა როცა იმპერია ინგრევა ეგეთ რაღაცები ხდება აქედან გამომდინარე ხო რა კულტურულად დაიშალენ ახლა ჩეხეთი და სლოვაკეთი ნუ ეს იყო დამსახურება ვაცლავ ჰაველის რა აი პოლიტიკოსის დონე რა უბრალოდ რა ნუ ის უნიკალური კაცი იყო რა ხოდა ჯერ ისე მეორეს ერთი აი რა მაინტერესებს სულ არის იმაზე ლაპარაკი რომ იყო ყოველ შემთხვევაში და ეხაც არის რომ აი უკრაინის ავტოკეფალია გვეღიარებინა ხო ხო და ეხლა შენ წარმოვიდგინე რა აი იმას კი არ ფიქრობენ რომ ჩვენ რო უკრაინის ავტოკეფალია ვაღიაროთ აქეთ რუსეთი რო ამას აღიარებს ეს რაც ძაფიც არის ესეც გაწყდება ნუ არა მე არ მგონია რომ ეგრე არის როგორ არ გონია შეთქე ჩვენ ვაღიაროთ ისა რა ქვია უკრაინის ავტოკეფალია და ესეთ რუსეთის იმისგან მოუწყვიტოთ ესე ვთქვა ჩვენ მაგიტო არ უნდა ვაღიაროთ მარტო მაგიტო კი არა ყოველ შემთხვევაში ისინი ამ ნაბიჯს გადადგავენ ხო ისევე როგორც კოსოვოს აღიარების შემთხვევაში რუსეთმა აღიარა შემდეგ აფხაზეთი და ისა ხო ეგეთი რაღაცა მოხდება პოლიტიკოსებმა სულიერ ამბავში უფრო მე როგორც ვიცი პოლიტიკოსები არ ჩაერევიან მაგრამ კი როგორ არა პოლიტიკა ყველგან არის ხო და აფუჭებს ძირითადად საქმეს რომ მკითხო მან სხვა მომენტიც არის მაგას აქვს თავის წესი ამ აღიარებას დამოუკიდებლობის თქვათ ხო ჩვენ როცა მივიღეთ ხო ეს დამოუკიდებლობა წლები ქონდა დაკარგული იქ რთული პროცესები იყო იქ ის მომენტიც იყო რომ რუსეთის იმპერიაში თვითონ არ ყავდათ პატრიარქი და ობერპროკურორი მართავდა სინოდალური მმართველობა იყო და ობერპროკურორი მართავდა რუსეთის ხო იმას ეკლესიას ხო და საკმაოდ პაბედანოსცევი ცნობილი ესეც გვახსოვს ხო და ეგ დაიწყო როდიდან როდესაც გაევროპელებმა გადაწყვიტა პეტრე პირველმა იმის შემდეგ ესე იგი საუკუნეები არ ქონდა რუსეთს არ ყავდა პატრიარქი არ მოედგინა და მე სტალინმა აღადგინა როგორც ვიცით. ხო.